ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში იუსუფ ლაკაევის, ფირუზ წულუკიძისა და თემურ ბახუნტარიძის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არესტდება იუსუფ ლაკაევი. მისი ადვოკატის გია ტაბლიაშვილის განცხადებით ლაკაევი გლდანის ნომერ მერვე საფრთხობილეშია, სადაც მედიკოსების ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება. რაც შეეხება ფირუზ წულუკიძეს და თემურ ბახუნტარიძეს, მათი ადვოკატი ირაკლი შავაძე ბრალდებულთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. პროკურატურა ლაკაევს საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ზიარაღის უკანონო შენახვას და პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში ადანაშაულებს. მასთან ერთად დაკავებული ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარიძე კი თავს უდანაშაულოდ ცნობენ. ისინი 13 სექტემბერს პოლიციამ იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავის დროზე ფირუზ წულუკიძის დაკავება, ისევე როგორც პატიმრობის შეფარდება მოხდა უკანონოდ, შემდგომ წინა სასამართლოს სხდომაზე დაირღვა მის მიმართ სამართლის უფლება და არ შეეცვალა აკმაყოფილების ღონისძიება. საქმის არსებითი განხილვის დროს ჩვენს მიერ დაყენებული იქნა აკმაყოფილების ღონისძიების პატიმრობის გირაოთის შეცვლის შუამდგომლობა. სასამართლო პროცესზე არის დღეისათვის უკვე იუსუფ ლაკაევის 3 შუამდგომლობა, თითქმის ყველა გასულ პროცესებზეც მან წარმოადგინა. მოგეხსენებათ, მას 4 წვი აქვს ხელში. ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით იმყოფება, ანუ ეს ხანგრძლივი მოძრაობა მისთვის არის ძალიან სერიოზული პრობლემების შემქმნელი და მან ჩვეულებრივ კანონით დადგენილ წესს ისარგებლა, მოითხოვა მისი არ დასწრება პროცესზე და მოსამართლემ ეს დააკმაყოფილა.